გამარჯობათ მეგობრებო. ცოტა ნერვიულობ. დღეს ვიწყებთ ჩემი ოცნების ასრულებას. რაც მოიცავს ამ ძალიან ცუდი სახლის რესტავრაციას. რას მოიცავს ეს რესტავრაცია? ეს არის ძალიან მინიმალური ბიუჯეტით, რაც შემიძლია გავაკეთო და ვიცხოვრო მარტო. ხელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მქონოდა სახლი, სადაც ვიცხოვრებდი მარტო, მოვაწყობდი ჩემს გემოზე და ასე შემდეგ. ცოტა ისევ ნერვიულობ, ამაზე რომ საუბრობ. რამოდენიმე წლის უკან ცხოვრობდით აქ ჩვენ. მომაჩქა ეს სახლი. და მინდა რომ ჩემი ძალიან მცირე ბიუჯეტით ეს სახლი რაღაცა გადავაკეთო პატარა ლამას ფერად სახლად, სადაც ვიცხოვრებ. თბილისისიდან ცოტა მოშორებით არის, მაგრამ ადგილი არის ძალიან კარგი, მაქვს ეზო. Can you show them area? გვაქვს ეზო, რაც მინდა რომ ასე ვთქვათ, ცოტა შევალამაზო, ყვავილები მქონდეს, რაღაცა ჩემი სამეგობროსთვის ადგილი, სადაც მოკლედ ბევრი სიყვარული იქნება. მინდა რომ ახლა გაჩვენოთ შიგნით ამ მხარე. ეხლა რა თქმა უნდა, მოუწესრიგებელია ყველაფერი. რაღაც გეგმები მაქვს, რასაც გავაკეთებ. აი ძალიან მცირე ბიუჯეტით, მოკლედ რომ გითხრათ. მინდა რომ აქ ესენი მოვხსნა. What's up? Okay. მინდა რომ მოვხსნა ესენი. აქ მქონდეს მთლიანი, ესე ვთქვათ, ფანჯარა, სადაც ესე ვთქვათ ეს გარეთ ამ მხარეს რაც ლამაზი ესე ვთქვათ ყვავილები იქნება, გამოჩნდება. ამების შეკეთებას ვაპირებ. მინდა რომ რაღაც შევღებო ფერადად. აქ ჯერ არ ვიცი რას მოვიფიქრებ და რას დავაგებ, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მცირედი ბიუჯეტით. შესაძლებლობიდან გამომდინარე. და ეს არის რეალურად აი ამ ყველაფერს ალბათ შევღებავ, ცოტა შევალამაზებ, გავწმინდავ და ასე შემდეგ. ეხლა გადავინაცვლოთ აქეთა ოთახში, რომელიც ახლა ძალიან მირეულია, იმიტომ რომ აღარავინ აღარ ცხოვრობს ჯერჯერობით. რას ვფიქრობ ამ ჭერს ჯერჯერობით ვერ გამოვცვლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის თქო თანხები სჭირდება, რომ ფრენად ჭერი გამოვცვალო. ამიტომ ამბას გავწმინდა, შევაკეთებ რაღაც იქეთური და ცოტა სილამაზე ექნება სახლს. აქ ერთი პატარა ფანჯარა გვაქვს და რაც მინდა რომ გავაკეთო არის აქაც მინდა რომ ეს გამოვწიო და იქეთ ერთი ფანჯარა გავაკეთო ისევ. და მინდა რომ ეს მოხსნა და ეს ოთახი გავაერთიანო, რომ უბრალოდ ეს გამოვწიო, რომ აქ მისაღები გავაკეთო, უბრალოდ იქეთ მისაღები გავაკეთო და აქეთ მოკლედ დასაძინებელი. აქ ვცხოვრობდი მე. მოკლედ ის იყო ჩემი და ჩემთვის ოთახი. მოკლედ რომ გითხრათ, ეთყობა კიდევაც მგონი. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ აქ ვცხოვრობდი. და ამ ოთახის რა თქმა უნდა ყველაფერს რესტავრაცია მინდა, რასაც აუცილებლად გავაკეთებ და გადმოვალ აქ საცხოვრებლად, აუცილებლად უახლოეს მომავალში. ამიტომ დღეიდან ვიწყებთ ყველაფერს. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ბიუჯეტი მაქვს 0-დან, მაგრამ უბრალოდ მოვედი, რომ რაღაცა დავიწყო და ყველაფერი იქნება.